მოგესალმებით, წინა ვიდეოებში ვისაუბრე სრულად ანბანზე. როგორ წავიკითხოთ თითოეული ასო. ხოლო დღეს ვისაუბრებ ნაცვალ სახელებზე. თითოეულ ნაცვალ სახელს აუცილებლად გავშიფრავ და გეტყვით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი წინადადებებში. თემა არის ზოგადად ნაცვალ სახელები. აქედან გამომდინარე, შევეცდები რომ დავყო, რომ თქვენთვისაც მარტივად და სამახსოვრებელი იყოს. მოდი დავიწყოთ ახლა რა არის ნაცვალ სახელი. სიტყვა, რომელიც გამოიყენება სახელების ნაცვლად. მე ეს სახელები არის ზედსათავის სახელი, არსებითი სახელი და რიცხვითი სახელი. ქართულში გვაქვს 10 ტიპის ნაცვალ სახელი და ასევე არის ინგლისურშიც. მოდით დავიწყოთ პირის ნაცვალ სახელებით. პირის ნაცვალ სახელებს აქვთ ორი ბრუნვა. ერთი არის სახელობითი ბრუნვა, მეორე არის ობიექტური ბრუნვა. დავიწყოთ სახელობითი ბრუნვით. სახელობითი ბრუნვა: მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი. I, მე, you, შენ, he, ის, ითქმის ბიჭზე, she, ის, ითქმის გოგოზე, it, ის, ითქმის ცხოველზე და აგრეთვე უსულო საგანზე, we, ჩვენ, you, თქვენ, they, ისინი. და დავკვირდით you, შენ, you, თქვენ. ეს ორი ემთხვევა ერთმანეთს. თუ წინადადებაში ზმნა არ გვაქვს, პირის ნაცვალ სახელებთან ყოველთვის იქნება ვარ, ხარ, არის, ვართ, ხართ, არიან. საბამისად იქნება მე ვარ, I am, შენ ხარ, you are, ის არის, he is, she is, it is, we are, ჩვენ ვართ, you are, თქვენ ხართ, they are, ისინი არიან. კითხვითში ესენი ადგილებს ცვლიან, ანუ თუ არის მე ვარ, I am, კითხვითში იქნება am I, are you, is he, is she, is it, are we, are you და are they. ხოლო ობიექტური ბრუნვა რა არის? ობიექტურ ბრუნვაში ყოველთვის მოდის ნაცვალ სახელი მოდის ზმნის შემდეგ. ზმნას მოსდევს ეს ნაცვალ სახელი და რას ნიშნავს? ანუ მის მიმართ ხდება მოქმედება. არის ზმნა, თვითონ არ ასრულებს მოქმედებას. მის მიმართ ხდება მოქმედება. მოდი ავიღოთ ესეთი ზმნა შეხედვა. ზმნა შეხედვა არის look at. ახლა როგორ ვიტყვი? შემომხედე. მე კი არ ვასრულებ მოქმედებას, ჩემს მიმართ ხდება მოქმედება. ზუსტად ამ დროს გამოიყენება ობიექტური ბრუნვა. და I კი აღარ მჭირდება, ჭირდება ობიექტური ბრუნვის ნაცვალ სახელი, რომელიც არის me და რომელიც მოდის ზმნის შემდეგ. შემომხედე იქნება look at me. შეხედე შენ თავს, look at you. შეხედე მას, look at him. ბიჭზე. Look at her, გოგოზე. Look at it. არის ყოველზე ან უსულო საგანზე. შემოგხედე, look at us. შეხედეთ თქვენ თავს, look at you. და შეხედე მათ, look at them. შემდეგი არის ჩვენებითი ნაცვალ სახელები. რა არის ჩვენებითი? ეს, ამ, ის, იმ, ესენი, ისინი. ეს, ამ, this, ის, იმ, that. ესენი, these, ისინი, those. მაგალითად, ეს არის კალამი, this is a pen. ესენი არიან ვაშლები, these are apples. ისინი არიან მანქანები, those are cars. შემდეგი ნაცვალ სახელი არის კუთვნილებითი ნაცვალ სახელი. კუთვნილებითი ნაცვალ სახელსაც აქვს ორი ფორმა. ერთი, რომელიც არსებით სახელამდე არის და განსაზღვროს არსებით სახალხს, ხოლო მეორე დამოუკიდებელი ფორმა, რომელიც მოდის არსებითი სახელის შემდეგ. დიდ ახლა განვიხილოთ მაგალითი. ჩემი, my,
შენი your, მისი his, მისი გოგოსი her, მისი its, ჩვენი our, თქვენი your, მათი their. მოდი ახლა წინადადებები ავაწყოთ. ეს არის ჩემი სახლი. This is არის my ჩემი house სახლი. This is my house. ეს არის შენი სახლი. This is your house. ეს არის მისი სახლი. This is his house. ეს არის მისი სახლი გოგოსი. This is her house. ეს არის მისი სახლი. მოდი ამ შემთხვევაში ცხოველი ვიგულისხმოთ. This is its house. ეს არის ჩვენი სახლი. This is our house. ეს არის თქვენი სახლი. This is your house. და ეს არის მათი სახლი. This is their house. ახლა როგორ გამოვიყენებთ მეორე ტიპის კუთვნილებით ნაცვალ სახელს? პირველი იყო ეს არის ჩემი სახლი. მეორე იქნება ესე. ეს სახლი ჩემია. მანამდე ჩემი საზღვრავდა არსებით სახელს და იდგა მის წინ, ახლა კი არის დამოუკიდებლად. ანუ this house ეს სახლი არის is mine. მეორე ეს სახლი შენია. This house is yours. ეს სახლი მისია. This house is his. This house is hers. ეს სახლი ჩვენია. This house is ours. ეს სახლი თქვენია. This house is yours. და ეს სახლი მათია. This house is theirs. მოდით ჩამოვთვალოთ ყველა კუთვნილებითი ნაცვალ სახელი არსებითი სახელამდე და არსებითი სახელის შემდეგ. ჩემი my, mine. შენი your, yours. მისი ბიჭის his, his. მისი გოგოსი her, hers. მისი ცხოველის ან უსულოსი its. ჩვენი our, ours. თქვენი your, yours. და მათი their, theirs. დღეისათვის სულ ეს იყო და მომდევნო ვიდეოებში სხვა ტიპის ნაცვალ სახელებს განვიხილავ. შემდეგ ვიდეომდე